მოგესალმებით, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ერთხელ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელი გადაცემის თემა შეეხება კახეთის რეგიონში გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებს, რატომ გახშირდა მსგავსი შემთხვევები, როგორ მუშაობენ აღნიშნული ფაქტების აღსაკვეთად შესაბამისი სამსახურები, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების და ფაქტების პრევენცია და რა მიმართულებით უნდა გამკაცრდეს კანონი. ამ საკითხებზე დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის პირველი სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებების საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ლადო მკერვალიშვილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. მოგესალმებით, ლადო, გესმით ჩვენი ხმა? მოგესალმებით, მესმის. დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ საუბარი და სანამ გადაცემის მთავარ თემაზე გადავალთ, მაყურებელს გავაცნოთ თქვენი ორგანიზაცია, როდის დაიწყეთ მუშაობა, სად მდებარეობს თქვენი ოფისი თელავში და რა არის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, რა სახის დახმარებებს თავაზობთ სამიზნე აუდიტორიას. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამოხატეთ ინტერესი ისეთი მწვავე თემის მიმართ, როგორც არის ფემიციდი და ზოგადად სამართლებრივი მხარდაჭერა მოსახლეობის. ჩვენი ორგანიზაცია უფლებების საქართველოს არის ყოფილი კონსტიტუციის 52 მუხლი, რომელიც უკვე 25 წელიწადი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე დგას და ძალიან აქტიურად არის ამ მიმართულების წარმოდგენილი. სწორედ ამ ორგანიზაციის საშუალებით მოხდა გარკვეული ევროპული სტანდარტების დანერგვა ქართულ მართლმსაჯულებაში. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს შევძელით გაგვეხსნა რეგიონალური ოფისები საქართველოს 4 რეგიონში და მათ შორის ერთი არის კახეთში, თელავში არის უფლებების საქართველოს სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრი და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის მთავარი მიზანი არის უფასო სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიოს კახეთის რეგიონის მოსახლეობას სამართლის ნებისმიერი მიმართულებით. ეს არის სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი და განსაკუთრებით არა მარტო უფასო კონსულტაციები, არამედ წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში განახორციელოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის, იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც განიცადეს ოჯახში ძალადობა ან გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა ჩვენ კახეთში კიდევ დავიწყებთ სულ ახლა უკვე ოქტომბრიდან დავიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების გააქტიურებას მუნიციპალიტეტთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაში. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულებები კახეთის რეგიონში. კახეთის რეგიონში ახლა ამ ეტაპზე რა სახის პროექტებს ახორციელებთ და რა არის ამ პროექტების ძირითადი მიზანი? კი ბატონო, კახეთის რეგიონში ჩვენ ზოგადად პროექტებს ვახორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კახეთის რეგიონში გვაქვს რამდენიმე სპეციალურად ფოკუსირებული პროექტი. ერთი ეს არის სწორედ უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლებისათვის და მეორე პროექტი, რომელიც ფარგლებში და დღევანდელი რადიო გადაცემა მიმდინარეობს, ეს არის USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. აი ამ პროექტის შესახებ თუ საშუალება მექნება ორი სიტყვით მოგახსენოთ, რომ აი ამ პროექტის მიზანი არის სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობის, გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების, ქალი მსხვერპლების უფლებების დაცვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მართლმსაჯულებაზე. სწორედ სტრატეგიული სამართალწარმოების საშუალებით იმუშავებს ორგანიზაცია საერთაშორისო და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გენდერულად მგზნობიარე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული და ორიენტირებული პრაქტიკის ჩამოსაყალებლად და ასევე პროექტი ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლების და ზოგადად გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლებას საკუთარი უფლებების შესახებ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის, იმიტომ რომ ამ პროექტის ფარგლებში არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადად დახმარება, არამედ აქ ხდება კომპლექსურად შესწავლა საკითხის და პირველივე წუთიდანვე ეს მასშტაბურად და ჰოლისტიკურად შეხვედა საკითხის იმისათვის, რომ მოხდეს სტრატეგიული სამართალწარმოება, შესაძლებელია სწორედ აი ამ პირველი წუთიდან ისე უნდა წარიმართოს საქმე, რომ შემდეგ მას გაგრძელება მოყვეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში, ან თუნდაც ახალი სტანდარტები დადგინდეს სამართალწარმოების პროცესში ადგილობრივ დონეზე სასამართლოებში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის და ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, აი ამ ახალ სტანდარტების დაკავშირებაზე მართლმსაჯულებაში საქართველოში.
გასაგებია თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ამ მიმართულებით და მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ნებისმიერი ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებული არის ადამიანებზე, ადამიანების საჭიროებებზე, მათი უფლებების დაცვაზე. ამ შემთხვევაში სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფებზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი რესურსით და სახელმწიფოს მხარდაჭერით არ აქვთ საშუალება დაიცვან საკუთარი უფლებები და თავისუფლებები. ამიტომ ჩვენ ვართ სწორედ იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჭირდება ეს დახმარება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში ჩვენი დახმარება, ჩვენი ობიექტები არის სწორედ სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო ინსტიტუციები და სწორედ სახელმწიფო ინსტიტუციების ან სტრუქტურების მიერ დარღვეული უფლებების აღდგენაში ვეხმარებით ადამიანებს. ადამიანის უფლებები ძალიან ფართო, ყოვლისმომცველი ცნება, ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა სტრუქტურა იყოს ჩართული ადამიანის უფლებების დაცვაში, თუმცა რა თქმა უნდა, ყველას თავისი როლი და თავისი მნიშვნელობა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ყველაზე მეტად უფრო გახსნილები, თავისუფლები, გამბედავებიც და სწორედ ხშირად აქვთ გაცილებით უფრო მაღალი ექსპერტიზა და რესურსი იმისათვის, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები იმ ადამიანების, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დიდი მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებთ, რაც გსურთ, თუ არა დაგემშვიდობებით? დიდი მადლობა თქვენ. მიმაჩნია, რომ აი ამ პროცესში, მით უმეტეს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სტრუქტურის, ყველა ინსტიტუციის ერთად დგომა, ერთად ძალისხმევა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს გაყოფილი დაუშვათ სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალადობის აღმოფხვრა არის ყველას ინტერესი. ვერ განვითარდება ვერც სახელმწიფო, ვერც სახელმწიფო ინსტიტუცია, ვერც საზოგადოება. ჩვენ არ ვებრძოლეთ ერთად ძალადობას, განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა ამაში აქვს მედიას, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ბრძოლაში ყველა საერთო ინტერესი გვაქვს, ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, დახმარებას, მხარდაჭერას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და აი ამ მხარდაჭერის იმედით ვფიქრობთ, რომ გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს მოვახდენთ როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმისთვის, რომ დრო გამონახეთ. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემაში კი შემოგვიერთდება უფლებების საქართველოს იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც ისაუბრებს რა მდგომარეობაა კონკრეტულად ფემიციდის კუთხით რეგიონში. ის ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ მიმართულებით რეგიონში მომხდარ ფაქტებზე, ასევე ვისაუბრებთ ბოლო დროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მომხდარ ფაქტზე, რაზეც ორგანიზაციამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა. ელისო, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით, დიახ, მესმის თქვენი ხმა. დიდი მადლობა, რომ მიღეთ გადაცემაში მონაწილეობას. გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემის თემა. შევეხოთ ბოლოდროინდელ ფაქტს, როცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრებმა კაცმა მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. თქვენმა ორგანიზაციამ ამ კუთხით მუშაობა ინფორმაციის გავრცელების დღიდან დაიწყო. ვისაუბრეთ ამ кейსზე, რა ინფორმაციები მოიპოვეთ და რა მიმართულებით მუშაობთ, რა აქტივობები განახორციელებთ დღემდე და შედეგი რა არის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობას დიდი ყურადღებას უთმობთ და დღევანდელი თქვენი გადაცემა შეეთქობა ამ საკითხებს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფემიციდის ძალადობა ის საქმე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მძიმეა იმ მხრივ, რომ ერთი მხრივ სიკვდილს ებრძვის ქალი, რომელიც იმყოფება რეანიმაციაში და მეორე მხრივ ეს არის საქმე, როდესაც ორი არასრულწლოვანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი შეისწრო და მათ თვალწინ განვითარდა ტრაგიკული მოვლენები. ძალიან რთულია საუბარი ამ საკითხზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფემიციდის მცდელობის ან ფემიციდის შემდეგ სახელმწიფოს როლი რა არის. გარდა იმისა, რომ გამოიძიოს აღნიშნული სისხლის საქმე, გადარჩენილ მსხვერპლებს და ამ შემთხვევაში ბავშვები, რომლებიც შეესწრენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, არიან ძალადობის მსხვერპლები ცალსახად. სამწუხაროდ გუშინ პარასკევის ეტაპამდე ეს საკითხი პროკურატურის მიერ არ იქნა შეფასებული როგორც დაზარალებული ბავშვები და სამწუხაროდ ბავშვები დღემდე არ იყვნენ გამოკითხული. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ ესეთი ტიპის საქმეების დროს სოციალური სამსახური, ფსიქოლოგი და მათ შორის საგამოძიებო ორგანოები პირველ რიგში უნდა დაინტერესდნენ ბავშვების მდგომარეობით, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფსიქიკური მდგომარეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ მოხდა და არანაირი კონტრიბუცია სახელმწიფოს ამ ბავშვების თაობაზე არ განახორციელებს.
გაგრძელებია. ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ ბავშვების გამოკითხვა, რადგან ეს მათი სურვილიც იყო, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მათ მისცეს ძალიან ამომწურავი ჩვენება საქმის ირგვლივ და ჩვენმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ამ ბავშვებთან ჩართულიყო ფსიქოლოგი, რომელიც ფსიქოთერაპიის ხანგრძლივ კურსს გაუწევს ძალადობის ბავშვებს. ამასთანავე იყო სკოლის პრობლემა, მაშინ როდესაც მოვლენები მოხდა ბოდბეში, ბავშვებმა აღარ ისურვეს ამ მძიმე ძალადობის ჩადენის ადგილას სწავლის გაგრძელება და დღემდე ისინი სკოლაში არ დადიან და მიზეზები არის მრავალგვარი, თუმცა ამ ნაწილშიც სახელმწიფო არ დაინტერესებლა, მათ შორის სოციალური სამსახურის სკოლის დირექტორი არავინ ამ ბავშვების ბედით. ეს არ არის პირველი საქმე და ერთადერთი საქმე, როდესაც ეს ხდება ფემიციდი საქმეებში და ეს არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება, როგორც მსხვერპლი ბავშვების მიმართ და ზოგადად ესეთი ტიპის საქმეების გამოძიების თვალსაზრისით. რაც შეეხება საქმეს, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ მიმართეთ გამოძიებას გამოკვეთილი იყო გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანი, რომელიც სალსახად ჩანს როგორც მოწყვეტა გამოკითხვებით, ასევე არასოწლოვანი ბავშვების მიერ მიცემული ჩვენებებით, მიმაჩნია რომ ეს ნიშანი არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც ამ საქმეს ფემიციდად დააკვალიფიცირებს, ამიტომ ჩვენს მიერ არაერთი შუამდგომლობა იქნა დაყენებული, როგორც დაზარალებულად ცნობის თაობაზე ბავშვების ნაწილში, რომელიც საბედნიეროდ დაკმაყოფილდა პროკურატურის მიერ, ასევე მიმართული გვაქვს გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით გამოიკვეთოს და ბრალის ფორმულირებაში ჩაიწეროს ეს ნიშანი. გასაგებია, ბოლო დროს საქართველოში და კახეთის რეგიონში გახშირდა ქალებზე ძალადობის დაჭრის, მკვლელობის, ცემისა და გაუპატიურების ფაქტები. როგორ ფიქრობთ, ვის მიერ და რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ამ ფაქტების შემცირება მოხდეს და ქალთა უფლებები დაცული იყოს სრულყოფილად და ასევე შემდეგ, აი ამ კითხვის შემდეგ, რომ ვისაუბროთ, რა არის ფემიციდი, ამაზეც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელს. კი ბატონო, მე პირიქით დავიწყებდი თქვენის ნებართვით პასუხს, იმიტომ ფემიციდი განმარტოთ რა არის. ფემიციდი არის ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენების ყველაზე უკიდურესი ფორმა. და ფემიციდი განიმარტება შემდეგნაირად, რომ ეს არის ქალის მკვლელობა იმის გამო, რომ ქალია, იმის გამო, რომ მას კლავენ ცუდი ქალობის გამო. ხშირად ფემიციდის კვალიფიკაცია ეძლევა საქმეს, როდესაც პარტნიორი ან ქმარი კლავს ქალს იმის გამო, რომ ღირსების სახელით ჩირკი ჩამოიწმინდოს, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში და საზოგადოებაში ეს ამბავი ძალიან გავრცელებულია და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული პატრიარქალური ნორმები ზოგადად მნიშვნელოვნად განაპირობებს გენდერული ნიშნის დისკრიმინაციას, ყოველწლიურად სამწუხაროდ ათობით ქალი ეწირება ფემიციდს და როგორც გითხარით უკვე ეს საქართველოს არ არის გამონაკლისი და სამწუხაროდ დღეს გვაქვს ძალიან მძიმე სტატისტიკა და ეტაპობრივად გადავალ მეორე კითხვაზე. დღეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა როგორც კანონმდებლობის სრულყოფისთვის, ასევე თავის დროზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გამოაცხადა მოძალადეების წინააღმდეგ, დღეს არ არის ის მოცემულობა, რომ ჩვენ მოდუნების საშუალება გქონდეს. გულისხმობ რას? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევერთით სტამბულის კონვენციას და ეს კონვენცია გვავალდებულებს სახელმწიფოს, რომ გქონდეს როგორც მოქნილი და მკაცრი კანონმდებლობა, რომლებიც უპირობოდ დაიცავს ქალის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და ქალის და მსხვერპლის და ძალადობის, ოჯახის ძალადობის მსხვერპლის ინტერესებს, ამასთანავე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული, სწორი და არატოლერანტული. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გახშირებულ ფემიციდს განაპირობებს ძირითადად ორი რამ. პირველ რიგში, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ ცხადად თქვა, რომ მე ვებრძვი ფემიციდს, მე ვებრძვი ძალადობას, მაქვს არაჩვეულებრივი კანონმდებლობა, ქალებმა გადაწყვიტეს ამოიღონ ხმა და ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მას დაიცავს. თუმცა ერთია კანონმდებლობა და მეორეა როგორ აღასრულებს ამას აღმასრულებელი ხელისუფლება. სამწუხაროდ დღეს ხდება
საქმეები, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ძალიან გულგრილი დამოკიდებულება ქალთა და ოჯახის ძალადობის, განსაკუთრებით გენდერული ნიშნის ძალადობის და სექსუალური შევიწროების საქმეებზე, რაც განაპირობებს ერთის მხრივ შეიძლება ქალმა საერთოდ აღარ ისურვოს ამ საკითხზე საუბარი და სწორედ დუმილი ახალისებს სახლში მოძალადე ქმარს, გარეთ პარტნიორს და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლო ხელისუფლების შესუსტებული პოლიტიკა. გულისხმობ რას? ძალიან ბევრ ფემიციდის საქმეში გვაქვს შემდეგი მოცემულობა. როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს მოძალადეს სუბუქი აღკვეთი ღონისძიება, გულისხმობ გირაოს ან გაუსვლელობას ან რამე კონკრეტულ ღონისძიებას, რა დროსაც გარეთ არის მოძალადე, არ აქვს მას ელექტრონული სამაჯვრით არ არის აღჭურვილი, რაც განაპირობებს იმას, რომ სრული შესაძლებლობა აქვს კვლავ აკონტროლოს მსხვერპლი, როგორც უნდა, რა დოზითაც უნდა და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან ბევრი ფემიციდის საქმეში იკვეთება კვლავ ზემოქმედება და ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც ცოტა მოგვიანებით თუ კითხვა იქნება ვისაუბრებ, სწორედ შემაკავებელი ორდერის და სწორედ გირაოს ქვეშ მოხდა ძალიან მძიმე ფემიციდის მცდელობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორად ვერ ფასდება რისკები, რომელიც მომდინარეობს მოძალადისგან, რაც კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ათამამებს მოძალადეებს და უბიძგებს იმისთვის, რომ გააკეთონ იმაზე მეტი, რისთვისაც არ დაისაჯნენ თავის დროზე. ასევე დიდი პრობლემაა გარდა პოლიციის მხრიდან უმოქმედობისა და სახელმწიფოს მხრიდან შესუსტებული პოლიტიკისა, ხშირ შემთხვევაში არ არის გამოყენებული ელექტრონული სამაჯური, რომელიც არის უპირობოდ ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რა დროსაც შეუძლია სახელმწიფოს მაღალი რისკის მოძალადე პატიმრობის გარეშე აკონტროლოს და მინიმუმ ერთი თვე დაზარალებულს აცალოს გონზე მოსვლა მასზე განხორციელებული მძიმე ძალადობის ფონზე. ძალიან მცირეა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების სტატისტიკა, მე მესმის, რომ კონკრეტულ ქულაზეა მიბნუდა კონკრეტულ რისკებზეა, მაგრამ მაღალი რისკის მოძალადეებს ძალიან ხშირად არ არის გადაწყვეტილება მიღებული იქნეს გამოყენებული. და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავძენ, არის საკითხი, რომელიც არის ძალიან კოხტად ჩაწერილი კანონში, ქალთა და ოჯახის ძალადობისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში წერია, რომ დაამცავი ორდერის გამოყენების ან ნებისმიერი შემაკავებელი ღონისძიების გამოყენების დროს, მათ შორის განაჩენის დროს, სასამართლოს შეუძლია იმჯელოს მოძალადის ქცევის კორექციისადმი მიმართულ ღონისძიებებზე. რა არის ეს? ეს არის ღონისძიებათა ციკლი ან კომპლექსური მიდგომა, რათა მოძალადეს გააგებინონ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომ ძალადობა დანაშაულია და თავარი რა არის? დღეს მოძალადეთა 90%-ს, აი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 90%-მდე მოძალადეებს სჯერათ, რომ მსხვერპლმა ან მისმა ადვოკატმა, უფლებადამცავმა დაიჭირა ის სრულიად მოგონილი საფუძვლით, რომ ქმარს აქვს ცოლის კონტროლის უფლება, როცა უნდა შეაგინებს, როცა უნდა სცემს, როცა უნდა უკონტროლებს ჩაცმას, გადაადგილებას, წონას და ნებისმიერ მახასიათებლებს, რომელიც მას გაუხარდება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით რეგიონებში, აი განსაკუთრებით კახეთის რეგიონს და მაღალმთიან აჭარას გამოვყოფ ამ მიმართულებით, არის ძალიან მძიმე სიტუაცია. შესაბამისად, არავინ ამ ქვეყანაში ძალიან მცირეა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ იმჯელა სწორედ მოძალადის ქცევის კორექციისადმი მიმართულ ღონისძიებებზე და სწორედ ჩვენი ორგანიზაცია, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც თითქმის ყველა ესეთი ტიპის საქმეებზე სასამართლოს კატეგორიულად თხოვს, რომ გარდა იმისა, რომ შეეცადოს და დამცავი ორდერი გამოიყენოს ან განაჩენი დადგეს და გააგებინოს მოძალადეს, ვის დამნაშავეა, სხვა კუთხითაც ფსიქოლოგის ჩართულობით და ასე შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს ეს ვალდებულება. აი ამის გამოუყენებლობა და იმის გამო რომ მოძალადე ვერ აანალიზებს რა ჩაიდინა და რომ ეს არ არის მისი პრივატი საქმე და ოჯახის საქმე ხდება და უკვე დანაშაულია, ამის არ გაანალიზება განაპირობებს იმას, რომ სწორედ ციხის და პენიტენციური დაწესებულების აპრობაციის დასრულების შემდეგ ან ციხის დატოვების შემდეგ ისინი კვლავ უბრუნდებიან იგივე ქმედებებს, კვლავ ძალადობრივ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას და
ვერ მივდივართ პრევენციამდე ამის თქმა მინდა. სახელმწიფო ვინაიდან ძალადობის პრევენციას ვერ ახორციელებს, სწორედ პირდაპირ პროპორციულად არის გაზრდილი ფემიციდის რიცხვი. თუ სახელმწიფო შეძლებს რაიმე ბერკეტით, საინფორმაციო კამპანიებით, სწორედ იმ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით, რომელზეც უკვე ცალად ვისაუბრე, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ფემიციდის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. დიდი მადლობა. განვაგრძოთ საუბარი, რა შეიძლება ჩაითვალოს უფლებების დარღვევად ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში თუ სხვა დაწესებულებებში და როგორ უნდა დაიცვან ქალებმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართონ და ასევე რომ ვისაუბროთ, როგორ მუშაობს დღეს შემაკავებელი ორდერი. ძალიან ვრცელი თემაა, თუმცა შევეცდები ამომწროოდ გიპასუხოთ ამ საკითხზე. დღეს სახელმწიფო მიჯნავს 4 სხვადასხვა ტიპის ძალადობას. ეს არის ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიური და ფიზიკური ძალადობა. მე ცალ-ცალკე ამ ძალადობის დიფერენცირებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ნათელია თითეული ძალადობის ფორმა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეკონომიური ძალადობის ნაწილში ძალიან ბევრმა ქალმა არ იცის ეკონომიური ძალადობა რა არის. შესაბამისად, ხშირად ეკონომიური ძალადობა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რის გამოც მოძალადები კარგად აკონტროლებენ მსხვერპლებს და სწორედ იმის გამო, რომ ვთქვათ, უძრავი ქონება ან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და ან ისეთი ვთქვათ რესურსები, რომელიც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის მოძალადის ხელში, ვერ ხერხდება ქალის მხრიდან მრავალი უფლების რეალიზება. საერთო საკუთრების ქონების გამოუყენებლობა სწორედ განაპირობებს იმას, რომ შემდეგ გზას იკვლევს ძალიან წარმატებით ფსიქოლოგიური ძალადობა, შემდეგ შეიძლება იყოს რიგითობას არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური ძალადობა და თითქმის ყველა ოჯახური ძალადობის საქმეებში სამწუხაროდ არის სექსუალური ძალადობა, რომელზეც ქალები არ საუბრობენ, ვერ საუბრობენ და სხვათა შორის პოლიციის რეკომენდაციაა ხშირად რომ არ ისაუბრონ, იმიტომ რომ მტკიცებულებები ამ თვალსაზრისით ძალიან მწირია და შესაბამისად გამოძიების პრობლემა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც შეეხება მიმართვას, ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისთვის დღეს საქართველოში ქალმა თავი დააღწიოს ძალადობას. პირველ რიგში არსებობს გადადებითი დახმარების სამსახური 112, რომელიც რა თქმა უნდა ვალდებულია, რომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს. როგორც მინდა განმარტო, რომ არის 4 საფუძველი, რომ ქალი ან ძალადობის მსხვერპლი აღიარებული იქნეს მსხვერპლად დაზარალებულად. ვისაუბრებ შემაკავებელ ორდერზე, ეს არის შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი, ასევე გამოძიების დაწყების გზით დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და არსებობს ასევე გენდერული საბჭო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ქალს არ სურს პოლიციის ან სასამართლოს მიმართვის გზით ან არ არის მზად, ძალიან ბევრი ქალი არ არის მზად იმისთვის, რომ პოლიციას ან სასამართლოს უამბოს მასზე გადახდენილი ძალადობა. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ვინაიდან ის მძიმე ფსიქოტრაუმული ნიშნები და განწყობა, რომელიც მას იმ მომენტისთვის, ძალადობის მომენტისთვის თან აქვს, ვერ მოიპოვებს იმ ძალებს ქალი თავის თავში, რომ სწორედ ეს გზა გაავლოს გულისხმობ პოლიციას და სასამართლოს, ამიტომ თუ თავშესაფრის ან კონკრეტულად რაიმე საჭიროებების ან სერვისების აუცილებლობის წინაშე დგას, მას შეუძლია მიმართოს სწორედ ამ კონკრეტულ გენდერულ საბჭოებს, რომლებიც კოლეგიურად იღებენ გადაწყვეტილებას ქალის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შემაკავებელი და დამცავი ორდერი მუშაობს არაჩვეულებრივად, ოღონდ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორად განსაზღვროს რისკები. მაღალი რისკის მოძალადის შემთხვევაში შემაკავებელ ორდერთან ერთად აუცილებელია ელექტრონული სამაჯურის გამოყენება და ჩვენ არაერთი საქმე ქონია უფლებები საქართველოს, როდესაც მოძალადის ქცევები ძალიან კარგად იყო მართული ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით და შემაკავებელი ორდერის ფონზე. იგივე შეიძლება ვთქვათ დამცავ ორდერზე, რომელიც არის უფრო ხანგრძლივადიანი, რომელიც უფრო უზრუნველყოფს ქალის დაცვას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ქალები არ უნდა გაჩუმდნენ, ისევე როგორც
ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ძალიან ბევრი მოხუცი არის, რომლებიც შვილებისგან არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, მათ შორის ეკონომიური ძალადობის მსხვერპლები და რა თქმა უნდა ბავშვები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან, რომლებიც ხშირად ოჯახური ძალადობის შემსწრეები არიან და სტამბულის კონვენცია ცალსახად ამბობს, რომ ძალადობის შემსწრე ბავშვი, ნებისმიერი ძალადობის შემსწრე, ეს იქნება ოჯახში ძალადობის შემსწრე თუ მეზობლის მხრიდან მომდინარე, თქვა ძალადობის შემსწრე უპირობოდ არის აღიარებული როგორც დაზარალებული და მსხვერპლი ბავშვი. ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ამ საქმეებზე, ისე როგორც სხვა არაერთი ორგანიზაცია და მე ვფიქრობ, რომ ქალებს აქვთ სწორედ ის ბერკეტი, რომ მათ ხმა აიმაღლონ და სახელმწიფოს მოსთხოვონ პოზიტიური ვალდებულება დაიცვან ქალები ძალადობისგან. დიდი მადლობა ელისო და დღეისთვის ბოლო კითხვას დაგისმევთ. გარდა ბოდბის საკითხისა, რაიმე ისეთი განსაკუთრებული საკითხი ხომ არ არის, რაზეც თქვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და წელს ძირითადად რა ტიპის ძალადობის ფაქტებზე იმუშავა ორგანიზაცია? დიახ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი საქმე, რომელიც თავისი ინდივიდუალური კომპონენტებით არის საინტერესო, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფთ ის საქმეებს, რომლებიც არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ მოძალადეები არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ესეთი საქმე, თუმცა ამ საქმეებს ჩვენ არ ვასაჯაროვებთ მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის და თხოვნის გათვალისწინებით, ასევე არის აქ პირადი ცხოვრების კომპონენტები, შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ ესეთი ტიპის საქმეები დახურულ ფორმატში განიხილება სასამართლოს მხრიდანაც კი, შესაბამისად დეტალებისგან რა თქმა უნდა თავს შევიკავებ, თუმცა ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ბოლო 2 თვის მანძილზე 10 სხვადასხვა კონსულტაცია იყო, როდესაც კონსულტაციის გავლის ფორმატში მე მივიღე ინფორმაცია, რომ მოძალადეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ან ყოფილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ეს არის ძალიან საგანგაშო სტატისტიკა და მაშინ, როდესაც ჩვენ ქალები, ბავშვები, მსხვერპლები და საზოგადოება მოველით დახმარებას ამ სტრუქტურისგან, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან რთული პრობლემა, ასევე ძალიან ბევრი საქმე შემოდის ეგრეთ წოდებული პედოფილიის საქმეები და სექსუალური ხასიათის საქმეები, ეს ეხება ასევე განყოფილებებს და სექსუალური შევიწროების საქმეებს, სადაც მსხვერპლი არიან არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი ბავშვები. ჩვენ ორგანიზაცია ვცდილობთ, რომ ესეთი ტიპის საქმეებზე ბავშვები გამოიკითხოს არა პოლიციის დაწესებულებაში, არამედ ახალი მეთოდით, ეგრეთ წოდებული ნახუსის მეთოდით, როდესაც როგორც გარემო, ასევე მასში ჩართული პირები ადაპტირებული არიან, ანუ კონკრეტულად სპეციალიზაცია გავლილი და კონკრეტულ უნარჩვევებს ფლობენ არასრულწლოვის გამოკითხვის თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მძიმე ამ საქმეებში მონაწილეობა, ვინაიდან მსხვერპლების ემოციური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ისინი ან არ საუბრობენ, ან ჭირდებათ ფსიქოთერაპია იმისთვის, რომ მინიმუმ მოყვნენ მათ თავს გადამხდარი ამბები. ორგანიზაციას აქვს ოჯახური ძალადობის არაერთი საქმე, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოძიების თვალსაზრისით პრობლემებს დიდად ვერ უყურებთ და არ უყურებთ. ერთადერთი რაც იკვეთება არის გენდერული შეუწყალობების ნიშანი, რომლის გამოკვეთაც მეტნაკლებად ზოგიერთ საქმეში ჭირს და ამ კუთხით გვაქვს შუამდგომლობები პროცესის წარმოებელ ორგანოსთან. საკმაოდ ბევრი არის მომართულება დამცავორდებთან დაკავშირებით, თუმცა მტკიცებულთა სტანდარტი საკმაოდ მაღალია სასამართლოს მხრიდან. ერთადერთი რა პრობლემაც ამ ტიპის საქმეებში არის ოჯახური ძალადობის და გენდერული ძალადობის საქმეებში არის გირაოს გამოყენების მაღალი რიცხვი. შესაბამისად, ჩვენ თითოეულ საქმეში ვცდილობთ სასამართლოს დავანახოთ ის მაღალი რისკები, რომელიც კონკრეტულ საქმეებში არსებობს და მაგალითად მოყავს სხვა ფემიციდის საქმეები, როდესაც კონკრეტულმა სასამართლომ არ შეაფასა სწორად რისკები და სამწუხაროდ მივედით ფემიციდამდე. ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას და ნებისმიერი ძალადობის საქმე, რომელშიც მსხვერპლი თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია დახმარება, სიამოვნებით დავეხმარებით, მზად ვართ ამისთვის საკმაოდ გამოცდილება გვაქვს და შესაბამისად მზაობას ვაცხადებთ დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს, ისე როგორც გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.
დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენს, დიდი მადლობა. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ახლა სტუდიიდან შემოგვიერთდება უფლებები საქართველოს თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ. უკვე ვისაუბრეთ ფემიციდის შემთხვევებზე და ზოგადად იმაზე თუ რა სიტუაციაა რეგიონში ამ მიმართულებით. ამ კუთხით განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებსა და სოფლებში, რა სამუშაოებია თქვენი აზრით სოფლებში გასატარებელი ამ მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია იგივე სამართლებრივი საკითხებთან მოსახლეობის ინფორმირება, სწორად ინფორმირება რა თქმა უნდა. მოგესალმებით ქალბატონო მაკა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ კახეთის რეგიონი გამოირჩევა მრავალეთნიკური ამ ადამიანებით, ეთნიკური თემებით, რომელიც ახმეტის, თქვათ, იგივე ყვარლის, საგარეჯოს და ყველა რაიონში თითქმის არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. რატო უნდა გავამახვილოთ ყურადღებას, რატო უსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ აქ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება ქალბატონო მაკა. რა არის პრობლემები? ძირითადი პრობლემები ამ ეთნიკურ უმცირესობებში შეიძლება იყოს ის, რომ არის ცოდნის განათლების დაბალი დონე, რაც იმით გამოიხატება, რომ ქალბატონების და ბავშვების მიმართ საკითხები არ არის აქტუალურად და სახელმწიფო უფრო მეტი აქტიურობით უნდა იყოს მოწოდებული იმისათვის, რომ ამ ბავშვების მიმართ, ქალების მიმართ ცნობიერება ამაღლდეს, ცნობიერების დაბალი დონე, მათი უფლებების არცოდნა. მე იწვევს, როგორც ვთქვი, თქვენთვისაც კარგად ცნობილია, ნაადრევ ქორწინებას. მინდა გითხრათ, რომ სტამბოლის კონვენცია, რომელსაც საქართველოს მიუერთდა და აიღო ვალდებულება საქართველოს შიდა სამართლებრივ სივრცეში მოახდინოს ნორმების იმპლემენტაცია და ახალი ნორმები, რომელიც ძალიან სიმკაცრით გამოირჩევა, ცხადია ის, რომ თქვა სიმკაცრე აკლდეს ჩვენს კანონმდებლობას, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ არსებობს დაუშლელობის სინდრომი, არსებობს ცნობიერების დაბალი დონე და ის საკითხები, რომელიც იყო მიჩუმათებული და ადამიანებმა გაიგეს თავიანთი უფლებების შესახებ, ნელა-ნელა ამ ადამიანებმა დაიწყეს მოქმედება. ამ მოქმედებას მოყვა ის, რომ დაპირისპირება ოჯახში, თქვათ, იწვევს ეს სოციალური, ეკონომიკური და სხვადასხვა ფაქტორები, დასაქმების დაბალი დონე და ეს ყველაფერი ბოლო ჯამში მიდის ოჯახურ ძალადობამდე. ოჯახური ძალადობები ძალიან გახშირდა და ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლიცია რა თქმა უნდა ძალიან ბევრს აკეთებს, თუმცა როდესაც ერთ დღისით პოლიციაში არის შეტყობინება, თქვათ 4 და 5 ოჯახური ძალადობისა, გამოძიებლებიც კი ვეღარ კმაყოფილებს, საგამოძიებო მოქმედებები რო ჩაატარონ და გამოკვეთონ ძირითადი პრობლემა, ძირითადი დაზარალებულები გამოკვეთონ და ხშირად საქმის ხარისხი, გამოძიების ხარისხი დაბლა იწევს. მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა ეთნიკურ უმცირესობებში ქალბატონო მაკა იმ პრობლემებს, რომელიც ეხება სამოქალაქო პრობლემებს. სამოქალაქო პრობლემები იმაში არის, რომ ბავშვებიდან დაწყებული, ესე იგი მოზარდობის ასაკიდან დაწყებული არიციან განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა, როგორც გოგონებმა, აგრეთვე რა თქმა უნდა ბიჭებმაც, მაგრამ გოგონების ხაზგასმა იმიტომ შეიძლება გაკეთდეს უფლებები, რომ გოგონებს აქვთ ისეთივე სამემკვიდრო უფლებები, როგორც ბიჭებს და არ შეიძლება ასე დავყოთ, რომ თქვათ, ქალს არ აქვს უფლება და კაცს აქვს ხოლმე უფლება, ასე არ შეიძლება, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ქალები და კაცები თანასწორი რომ არიან და სამემკვიდრო უფლებები თანაბრად რომ მოქმედებს, ხშირად ეს არც კი იციან და ამისათვის საჭიროა ეთნიკურ უმცირესობებთან ამ კუთხითაც მუშაობა. არის ესეთი რეაგირების ფორმები, როგორიცაა მაგალითად შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი დაზარალებულის მიმართ, მსხვერპლის მიმართ ხდება, მაგრამ შემაკავებელი ორდერის ხშირად გამოწერა ხდება სპონტანურად. ხშირად არც ხდება ამ პრობლემის და რისკის შეფასება. ხშირად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმ შემთხვევაში, როდესაც უნდა გამოძიება იქნეს დაწყებული კონკრეტულ ფაქტის მიმართ, აკეთებენ შემაკავებელ ორდერს ამ პირიქით. მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იდენტიფიცირება პრობლემის და ამ პრობლემამ ეს პრობლემის დაისახოს გზები. მხოლოდ შედეგზე ბრძოლა, შედეგის წინააღმდეგ ბრძოლა არ გვაძლევს შედეგს და ვერც მოგცემს ვერასოდეს შედეგს, ვინაიდან უნდა ჩვენ გავარკვიოთ რა არის მიზეზები. ანუ მოახდინოთ პრევენცია, გავარკვიოთ რა იწვევს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს არ დაგროვილა დღეს და გუშინ, ეს საკითხები იყო ადრეც, მაგრამ დღესდღეობით ადან კანონმდებლობამ კანონმდებლობაში ამოქმედა ეს ცვლილებები, ძალიან ბევრი ქმედების კრიმინალიზაცია მოხდა ქალბატონო მაკა. მაგალითად კრიმინალიზაცია მოხდა ისეთი
ისეთი საკითხებისა, როგორიც არის მაგალითად ადევნება, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში სახელმწიფო კოდექსში ახალია. არის ასეთი ტერმინი ფსიქოლოგიური ტანჯვის საკითხები. Რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ტანჯვა იქნება ეს თუ თქვა ფიზიკური ძალადობა იქნება თუ ფსიქიკური ძალადობა იქნება თუ სხვა სახის სექსუალური ხასიათის ასე ვთქვა ძალადობები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, უნდა იყოს გამოძიების მიერ დადგენილი და ამ ყველაფერს ჭირდება სპეციალური ცოდნა. სპეციალური ცოდნა მაგალითად ფსიქოლოგიური ტანჯვის დადგენისათვის აუცილებელი არის რომ დადგინდეს ექსპერტიზის გზით კონკრეტულმა პირმა მიიღო თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა ამ ქმედებით. Რა თქმა უნდა, გადატვირთულია უკვე ექსპერტიზები და ექსპერტიზის ჩატარება ხშირად სპონტანურად ხდება, ხშირად ზედაპირულად ხდება და ამას შემდგომში სასამართლოებში რეაგირება არ მოხდება. იმიტომ რომ სასამართლოში უნდა იყოს მტკიცებულობათა ერთობლივება, რომ მოძალადის მიმართ სასამართლომ გამოიტანოს გამომტყუნებელი განაჩენი. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ხშირად საქმის კარგი კვალიფიციური გამოძიებას კიდევ ხელს უშლის ის გარემოებები, რომ თვითონ სამართალდამცავ სტრუქტურებში, თქვა ფსიქოლოგიურ და სოციალურ სტრუქტურებში და სხვა სტრუქტურებში პრობლემა არის ცოდნისა. ცოდნის პრობლემა არის, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს ეს ადამიანები იყვნენ დატრენინგებულები, ჰქონდეთ მათ სპეციალური განათლება მიღებული, სასერტიფიკაციო მოთხოვნები და დაუწესონ, ისე როგორც თქვა ადვოკატებს, როგორც ადვოკატს მაქვს ეს სპეციალური მოთხოვნები გავლილი და ყველა ალბათ ამ სფეროში მომუშავე პირებმა, მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ყველა უნდა გაიაროს და ძალიან სიღრმისეულად უნდა ხდებოდეს ცოდნის გადაცემა ამ პირებისათვის. ხაზი მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა, რომ ეთნიკურ უმცირესობებში სხვადასხვა სახის პრობლემა შეიძლება გამოჩნდეს. მაგალითად, ხშირად შეიძლება იყოს თემის მიერ საკითხების გადაწყვეტა ისე რომ თქვა კანონმდებლობის მიხედვით არ მოხდეს ამ საკითხის გარკვევა. ანუ საკანონმდებლო დონეზე არსებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კი არ განიხილონ კონკრეტული პირის მიმართ გარკვეული დავის საკითხი, არამედ მოხდეს ეს თემის დონეზე, რომ თემა მოახდინოს ამ საკითხის გარკვევა და ხშირად შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს უსამართლო და ის პირი, რომელიც შეიძლება უმცირესობაშია, უმრავლესობის მიერ იყოს გაკიცხული და მას აღარ უჩდება მე სრული მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა მხოლოდ უკვე მაშინ, როდესაც უკვე პრობლემა სერიოზული ხდება და ხშირად ფატალური შედეგითაც კი მთავრდება და ხშირად დაგვიანებულიც კი არის მიმართვიანობა. აქ კაპიტულ ბაკა უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არის მიმართვიანობის პრობლემაც. ადამიანებს არ უნდათ რომ მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურას. მე გულისხმობ რა თქმა უნდა ეთნიკურ უმცირესობებში. ჩვენ გვაქვს არ მინახა ცალკე აღარ ჩამოთვლი ამ სოფლებს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი როგორც თელავის მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყვარლის მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა. მე გაგახსენებთ ერთ-ერთ შემთხვევას, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იყო, როდესაც არასრულწლოვნის მიმართ, რომელიც იყო გატაცებული და იყო ნაადრევი ქორწინების ფაქტთან ჰქონდა საქმე, რომელიც სისხლისამართლის დანაშაულად ითვლება. მინდა გითხრათ, როდესაც 18 წლამდე პირთან ხდება მისინების საწინააღმდეგო სქესობრივი ურთიერთობა, ეს არის სისხლისამართლის დანაშაული, იყო ძალიან შეშფოთება საზოგადოების მხრიდან, მისი ოჯახის მხრიდან, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს არ ხდებოდა სწრაფი რეაგირება. არ ვიცით ეს მიზეზები რატომ არის ასე, რატო არ ხდებოდა და რატო არ მიეცა სწორი შეფასება. ამაზე მე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ზოგადად მე შემიძლია ითქვა რომ სამართალდამცავ სტრუქტურა ვალდებულია რომ ის პირი, ვინც დანაშაულის ან შესაძლო დანაშაულ ჩადენაშია ხილებული და მის წინააღმდეგ არსებობს სამხილები, მოახდინოს სათანადო და სწრაფი რეაგირება. იმიტომ რომ სწრაფი რეაგირების გარეშე საზოგადოებაში უკვე პესიმისტური და განწყობილება და ზოგადად უიმედო განწყობილება ჩამოყალიბდება, რომ მაინც არაფერი გამოვა, მაინც და ტყუილად აზრი არ აქვს, რომ მივმართოთ პოლიციას, მივმართოთ სამართალდამცავ სხვა სტრუქტურებს. ამიტომ ეს მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული პოლიციის მხრიდან და სწრაფი რეაგირება უნდა იყოს მოხდენილი. ვინაიდან ამ ეთნიკურ უმცირესობებში მაინც მიმართვიანობის საკითხი არა მხოლოდ ეთნიკურში, მაგრამ მე ხას იმიტომ ვუსვამ ეთნიკურ უმცირესობებში, რადგან თქვენ მეკითხებით რა ხდება ეთნიკურ უმცირესობებში, აი ხშირად ისეთი აფეთქებასავით წამოახოლმე საქმეები საგამოძიებო ორგანოში, როგორც წეგან უკვე მოგახსენეთ, საგამოძიებო ორგანო ვეღარ აუდის იმდენი საქმეა, რომ ვეღარ ასწრებს გამოძიებას და ეს ხშირად აისახება თვითონ საგამოძიებო საქმის კვალიფიკაციასა და ხარისხზე, იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ ხან გამოძიებლები დღე-დაღამე მუშაობენ და ასწორებენ დღე-დაღამეს რომ საქმეები კვალიფიცირად იქნეს გამოძიებული. დავიცი ახლა როგორც გითხარით სამოქალაქო ურთიერთობებში მაგალითად მემკვიდრეობის საკითხები, მაგალითად ის რომ თქვა ვინ შეიძლება იყოს თქვა უღირსი მემკვიდრე, ან ეკონომიკური საკითხები, რამდენად შეიძლება ქალთა ჩართულობა მოხდეს, ამ ქალბატონების ჩართულობა მოხდეს, თქვა სხვადასხვა აქტივობებში. ასეთი აქტივობებში მათი ჩართვის მნიშვნელობა იმ შედეგს მოგვიტანს, რომ მათ ეცოდინება თავიანთი უფლებები. თქვენ ალბათ ყველა დამეთანხმება, მსმენელის დამეთანხმება, თუ ადამიანმა არ
არ იცის თავისი უფლებები, ის ვერ გაიტანს თავის თავს, ვერ დაიცავს თავის უფლებებს. ამიტომაც არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, რომ მათ გადასცენ თავიანთი ცოდნა, ჩვენი ორგანიზაცია სიამოვნებით ჩაუტარებს ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება მსგავსი ტიპის დახმარება, როგორც სამართლებრივი, ისე კონსულტაცია და სასამართლო წარმომადგენლობა, როგორც ჩვენმა ხელმძღვანელმა ბატონმა ლადომაც უკვე აღნიშნა ამის შესახებ და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ორგანიზაციასთან და ზოგადად ეს იქნება სოციალური სამსახურები, ეს იქნება საგანმანათლებლო სტრუქტურები, სამართალდამცავი სტრუქტურები, ვინაიდან ერთობლივად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მხოლოდ ერთი სტრუქტურისთვის ძალიან ძნელია, მხოლოდ ერთი სახელმწიფო ორგანოსთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს კოორდინირებულად, მათი ურთიერთჩართულობით და ამის შემდეგ შეიძლება შედეგზე გავიდეთ. კიდევ ვინა ხაზი გავუსვა, რომ ეს საკითხები ეხლა არ გამოჩენილა. უბრალოდ ადამიანებმა როდესაც გაიგეს თავიანთი უფლებები და ამ ყველაფერს დაემთხვა ისიც, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, აგრეთვე სოციალური პრობლემები შეიქმნა, ამან იჩინა თავი. თორე თავისთავად ცხადია, ზოგჯერ ადამიანებს ისიც უთქვამთ, რომ როდესაც მოსულ თურმე მე უფლებები მქონია, ეს არ ვიცოდი, თურმე ეს ასე კი არ ყოფილა, ასე ყოფილა და როდესაც ისინი განათლებას იღებენ და რაღაც გარკვეულ ცოდნის დონეს იღებენ და სწავლობენ, რა თქმა უნდა, ამ დროს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, პირველ რიგში მათთვის და მერე მათ ირგვლივ ყოფი ადამიანებისთვის. ხა იგივე ეკონომიკურ ძალადობაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აი ხა თქვენ ამბობთ, რომ ხშირად ადამიანებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. აი ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ცოტა რომ განვავრცოთ, რა არის ეკონომიკური ძალადობა, ეს თქვათ და როგორ უნდა მოგვარდეს, ანუ გამოსავალი რა არის ეს თქვათ, რა მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სამართლებრივი ორგანოების დროულ მუშაობას ზოგადად იგივე შემაკავებელი ორდერის გაცემის კუთხითაც, მოძალადის ასე ვთქვათ ქცევის კუთხითაც და რა შეიძლება გაკეთდეს იგივე ამ სკოლების, უნივერსიტეტების და არასამთავრობოების მუშაობით, ანუ რა უნდა გააკეთონ? მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ძალადობა ეს არის, როდესაც ერთი პირი თავისი უპირატესობის გამოყენებით მეორე პირზე იყენებს ამ მდგომარეობას და თავის სასარგებლოდ ცდილობს რომ აიძულოს აი მე მოქმედების განხორციელებაში. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც ქალი, რომელიც ვთქვათ ამ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის საფუძველზე კაცს აეკრძალა, მასთან მიახლოება, ვთქვათ, მასთან ურთიერთობა, კონტაქტი, გადის ერთი თვე, ეს ერთ მოძალადეს გაუვიდა, ვთქვათ, ეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერის ზღვა და ამის შემდეგ ქალს ვერ გადაუწყვეტია. მას არ აქვს დამოკიდებელი შემოსავლის, ეკონომიკურად დამოკიდებულია ოჯახზე, ქმარზე, ქმრის მხარეზე და შესაბამისად მისი გადაწყვეტილება ხშირად არის, რომ დათმოს, გაჩუმდეს, მოითმინოს, დაითმინოს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეკონომიკურად მას არ აქვს სხვა საშუალება. მას არ შეუძლია თავისი შვილები წაიყვანოს და დამოუკიდებლად სადმე გამოუკვებოს და მაშინ ცნობილი არ არის თუნდაც ის ფაქტები, რომ სახელმწიფო ამ კუთხით ზრუნავს, არსებობს თავშესაფრები, სადაც ქალს ყველანაირად ცდილობენ რომ შეუწყონ ხელი, რომ მას ჰქონდეს საშუალება რომ დასაქმდეს მომავალში და მანამ სანამ დასაქმდება ჰქონდეს გარკვეული არსებობის საშუალება და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეკონომიკური ძალადობის საკითხი იქნება მოგვარებული იმითაც რომ თუნდაც ქონებრივი დავები, ქალბატონმა ქონებრივი დავების საკითხი ქალები ხშირად არ მიმართავენ სასამართლოზე, მათ ხშირად არ იციან რომ ქონება, რომელიც თქვა ერთად ცხოვრების დროს არის შეძენილი, მათ თანაბრად ეკუთვნის ქალსა და კაცს, შეიძლება კაცი იყოს რეგისტრირებული საჯავროში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქალს იქ უფლებები არ აქვს და სასამართლოს თუ მიმართავს. ამ კუთხით ჩვენი ორგანიზაცია მზად არის დაეხმაროს ყველა ბენეფიციარს მსგავსი საკითხები დაინტერესებულ პირებს და გარდა ამისა ადამიანების დასაქმების საკითხი, რომელიც ქალბატონების დასაქმების საკითხი, რომელიც გარკვეული კვოტირებითაც უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ სახელმწიფო ამ კუთხით იმუშავებს, რომ თქვათ კვოტირება მოახდინოს სხვადასხვა დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს იქნება თქვათ სიტყვაზე პოლიტიკურ სხვა ისეთ სახელმწიფო დაწესებულებები, თვითმმართველობის გულისხმობ შემთხვევაში თქვათ და სხვა სტრუქტურები, რომ აქ ადამიანებს ჰქონდეთ უზრუნავდეს მსხვერპლზე ზრუნვა ხდებოდეს და მსხვერპლმა მარტო არ იგრძნოს თავი. მან დაინახოს, რომ ეკონომიკურად მას ვერავინ ვერ დაჩაგრავს და მას შესაბამისად ქონება, რომელიც შეიძლება ერთად ცხოვრების დროს იყო, ან ისეთი ქონება, რომელიც მას აღებინა ვალი თქვათ მისმა ქმარმა, მის სახელზე იყო და ის ეკონომიკურად უკვე სხვა გზა არ აქვს, თვითონ ვერ იხდის იმ ვალს და უნდა რადგან ბანკიდან გამოტანილი იძულებული ხდება, რომ ისევ თავის ქმარს შეურიგდეს, რომ იმ ვალს ვეღარას. ამაზე არსებობს სასამართლოში მიმართვის სხვადასხვა ფორმები, რომ ის ვალდებულებები, რომელიც თქვათ სიტყვაზე აღებინა, შეიძლება ვალდებულებების საკითხზეც
ქალმა მოითხოვოს რომ თანაბრად მოხდეს ამ მარტო თავისი კი არ აღება, არამედ იმ ქმარზე, იმ ადამიანზე, რომელსაც მასაც რეალურად ჰქონდა აღებული და მაგრამ ქალზე გააფორმა. თვითონ დახარჯა ის ფული, მოიხმარა და გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და ქალზე მძიმე თვითა დაწვება. რაც ეხება ზოგადად სტრუქტურების მუშაობას. პირველ რიგში მინდა დავიწყო რომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის ცნობიერების არ ქონა. აი დაბალი ცნობიერება. რა თქმა უნდა პრობლემის იდენტიფიკაციას ახდენენ სტრუქტურები, მაგრამ შემდგომ უკვე ძნელი ხდება ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან ხშირად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან დაზარალებული, ხშირად მე ეს დაზარალებულები ფაქტორიც არის. კი ბატონო, ნდობის ფაქტორიც არის, მაგრამ რეალურად არის ხოლმე შემთხვევა რომ შიშია ვთქვათ, მაგრამ იმის რომ თუ ვთქვათ ეს საკითხი კაცრად იქნება მოთხოვნილი ქალის მხრიდან, შეიძლება მე კაცი რომელიც ვთქვათ სიტყვაზე ციხიდან გამოვა, მის მიმართ მოხდეს მე შემდგომში რაღაცა უფრო ცუდი ზეწოლა, ან ვთქვათ როგორც გინახავთ თქვენც ალბათ და გამოგხსენიათ ადამიანი გამოდის ციხიდან, შეიძლება მოკლას თავისი ყოფილი მეუღლე. ასეთი ტენდენციები, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ზოგადად სასჯელის სიმკაცრე კი არ არის აქ პრობლემა, ის რომ ვთქვათ ადამიანი არ უნდა დარჩეს დაუჟიერი და მის მიმართ უნდა ტარდებოდეს ზედამხედველობითი ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან. სამართალდამცავი სტრუქტურებმა უნდა ეფექტურად იმუშაონ იმისათვის, რომ კონკრეტული ყველა პირის მიმართ იყოს მკაცრი კონტროლი, მათ ჰქონდეთ ვალდებულებები, რომ ვთქვათ გარკვეული მოქმედებების შეასრულონ იმისათვის, რომ სახელმწიფო მათზე რეაგირება მოახდინოს, თუ არ შეასრულებენ ისინი არ უნდა გამოუშვას გარეთ და უნდა იყოს მაშინ ის პირი იზოლირებული საზოგადოებისგან და უნდა იყოს პენდენციურ დაწესებულებაში მე გულისხმობ აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე, ხოლო სასჯელის დანიშვნის ეტაპზე რა თქმა უნდა სასამართლომაც და პროკურატურამაც სამართალდამცავ სტრუქტურამაც ზოგადად უნდა შეაფასოთ რამდენად არის კონკრეტული ქმედება იმისა, რომ უფრო მკაცრად იქნეს შეფარდებული, თორემ რა თქმა უნდა სასჯელი ალტერნატიული სახით ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასამართლო ვალდებულია კონკრეტული ყველა ინდივიდუალური საქმე, ყველა კონკრეტული ფაქტი ისე შეაფასოს, როგორც რა რისკებსაც შეიძლება შეიცავდეს კონკრეტული დაზარალებულებისათვის. და დაზარალებულების აქტივობა, ჩართულობა შემდგომში სახელმწიფოს სხვადასხვა აქტივობებში, თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მასმედია თქვენი როლი ძალიან დიდია და მადლობა რომ თქვენ მოგვეცით საშუალება რომ ჩვენ ვესაუბროთ თქვენს მსმენელებს. ამ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით უნივერსიტეტებში ჩვენ გვაქვს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი წელი სწავლობენ ეს არა ქართველი ეთნიკური უმცირესობები ენას და შემდგომ 1+4 ანუ 4 წელი სწავლობენ საბაკალავრო პროგრამაზე. იმისათვის რომ პირველ რიგში მათ ენის ბარიერი არ ქონდეთ. ენობრივი ბარიერის არ ქონა და მეთანხმებით უკვე პრობლემას უქმნის კანონების ცოდნაზე, რომ კანონს ვერ წაიგითხავ თუ ენობრივი ბარიერი გაქვს და ვერ კითხულობ ზოგადად ქართულად. ასე რომ ეს საკითხები უნივერსიტეტის დონეზე, სკოლების დონეზე მაგალითად მე მინდა ვთქვა რომ სამოქალაქო განათლება უნდა ისწავლებოდეს იმ დონეზე რომ არ უნდა იყოს ესეთი ზედაპირულად რაღაცა ფორმალურად სწავლება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ თავის სამოქალაქო უფლებები, ისინი არის ამ ქვეყნის ნაწილი, ეს ეთნიკური უმცირესობა იქნება თუ ნებისმიერი ჩვენი თემის წარმომადგენლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. და აქ მე შემდგომ არის კიდე რელიგიური იდენტობის საკითხიც ხოლმე ხანდახან ეს არის გენდერული საკითხის პრობლემაც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან მით უმეტეს ეთნიკურ უმცირესობაში ეს პრობლემა რომ უნდა დაემორჩილოს იმ ადაც, რასაც ვთქვათ თემი კარნახობს და წინამდელ შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მოხდეს გარიყვა და დაპირისპირება თემის მხრიდან. ეს ასეთი საკითხები რა თქმა უნდა თუ ადამიანებს ექნება შესაძლებლობა რომ გაერკვიონ თავის უფლებებში, შემდგომ უკვე ამ ადამიანებს აღარ მოუნდებათ ის რომ ვთქვათ ვიღაცის ასე ვთქვათ მონურ და დაბეჭდავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ მოუნდებათ უკვე ინტეგრირება საზოგადოებაში, სრულყოფილი მოქალაქეებად ყოფნა და ყველა ადამიანი უნდა იყოს სრულყოფილი მოქალაქე, ყველას უნდა ქონდეს წოდომა სახელმწიფო სერვისებზე და არ უნდა იყოს ისე რომ თქვათ კონკრეტულ ეთნიკურ უმცირესობას რაღაცა პრობლემის და რაღაცა ენობრივი თუ სხვა განათლების პრობლემა ბარიერი ქონდეს იმისა რომ თქვათ სახელმწიფო სერვისები ვერ იცარგებლოს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ პირველი მაინც ცნობიერება და განათლების საკითხია ამ ურთიერთობებში. კარგი იქნება რომ ჩატარდეს შეხვედრები, თქვათ ერთობლივი შეხვედრებით შეიძლება ჩაატაროს თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტის მერიამ, თქვათ კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად არასამთავრობო პრობლემებთან. ეს ხო ქვეყნის საერთო პრობლემაა, რომ ყველას გვინდა რომ არ იყოს ქალთა მიმართ ძალადობა, ყველას გვინდა რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, ყველას გვინდა რომ
უმცირესობებს არ ქონდეთ ბარიერები ჩვენს სხვადასხვა სერვისებზე. ამიტომ მე მგონია რომ ამ პრობლემის გადაჭრა ერთობლივად ეს იქნება სოციალური სტრუქტურები, ეს იქნება სამართალდამცავი სტრუქტურები, ეს იქნება თვითმმართველობა თუ არასამთავრობო თუ მედია, რა თქმა უნდა მედიის როლი ძალიან დიდია ამ პრობლემების გაშუქებაში, ამ პრობლემების საზოგადოებასთან მიტანაში და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი ერთობლივად ყველა მიიტანს გულთან ახლოს, რომ ერთად უნდა იმუშაონ, თორე ერთი სტრუქტურა აქ ვერაფერს ვერ გახდება, რაც არ უნდა დღე და ღამე ათენოს პოლიციამ მხოლოდ ვერ გახდება ამ პრობლემასთან ბრძოლაში და რა თქმა უნდა ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პრობლემის გადაჭრის საქმეში. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში. მე კი მაყურებელს შევახსენებ რომ საუბრობდით გახშირებულ ფემიციდის შემთხვევებზე. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ნახვამდის.